მოგესალმებით გოგონებო, აბსოლუტურად ყველას და ბიჭებო. დღეს ესეთი აქლემუშკების ფონით მოვედი გოგოებო. ვიცი რომ ძალიან ბევრი თქვენთაგანი მეკითხებით, თამო რა ხდება, ფეიქ არხები შეიქმნა, კი ფეიქ არხები შექმნილი არის. ეს ფეიქ არხები მხილებულები არიან და ამ ვიდეოშიც აი აქ მაღლა დაინახავთ აი ამ სკრინებს, რომელიც ადამიანი უბრალოდ იპარავს ჩემს ვიდეოებს, დებს და მე ხალხს წერს TikTok-ზე, რომ გაგიკეთებთ კონსულტაციას. ესეთი არხებია, სადაც ჩემ ვიდეოს ნახავთ გოგონებო და ნახავთ რომ ძალიან მცირე გამომწერები ყავთ TikTok-ზე. მე არ ვარ ეს ჩემო ძვირფასებო. ჩემი TikTok-ის არხი არის 17100 გამომწერი. ძველი ვიდეოები წაშლილი, ახალი ვიდეოები დევს და ამ ახალ ვიდეოებში აი აქ ყოველთვის მაღლა მექნება აი ეს სკრინები, სადაც აი ეს ადამიანები აი ეს იტყუებიან, ჩემ ვიდეოებს იყენებენ და ხალხს თავაზობენ ღმერთმოუწყის რეებს აკეთებენ და რას არიცხინებენ და ასე შემდეგ. ჩემთან ასეთი რაღაცები არ ხდება. მე არავის არასდროს არ მოგმართავთ გოგოებო. ამიტომ დაცული რო იყოთ, აუცილებლად მომწერეთ WhatsApp-ზე 595006002. სხვაგან აბსოლუტურად არ მომწეროთ. არც TikTok-ზე, YouTube-ზეც არ არის მიმოწერები, ჩვეულებრივად ტარო სამყარო თურქეთი ასე მქვია. TikTok-ზე არის ეს ფეიქები ეხა ამ წუთას, რასაც ვუყურებ და აი ესე გამოიყურება, აი ზუსტად აი ასე, ჩემ ვიდეოებს იპარავენ. და ყავთ 50 გამომწერი, 100 გამომწერი მაქსიმუმ. ესენი ჩემი არხები არ არის, ჩემო ძვირფასუნებო. მე რა შემიძლია გითხრათ, დაიცავით თავი. მე ყველას ვეკონტაქტები აბსოლუტურად ჩემს WhatsApp-ზე 595006002 და ასევე Facebook-ზე ქართული ასობით აკრიფეთ ტარო სამყარო თურქეთი 1000-ზე მეტი გამომწერი მყავს. შავთეთრი ფოტო მიდევს და იქაც დააკვირდით რა არხია, ვის წერთ და თუ დაცულად გინდათ რომ ბოლო-ბოლო იყოთ და არანაირი პრობლემა არ შეგექმნათ, მხოლოდ WhatsApp-ზე მომართეთ 595006002 ან TikTok შეხედეთ რომ გამომწერები იყოს 17000. რა ვიცი, მეტი რანაირად დავხსნა. იმასაც კი ვიძახი, ჩემი საბანკო ანგარიში მთავრდება 514-ზე. დანარჩენი მე მსგავს რაღაცებს არ ვაკეთებ და არავის არ ვეკონტაქტები და კაცების დაბრუნებას არ ვთავაზობ, ჩემო ძვირფასებო. ძალიან ბევრს უკეთებენ აი ამ ფეიქ არხებს, მაგრამ მე ამაზე გაჩერება და ხმის ჩაგდება არ შემიძლია, კაცო, უნდა ვთქვა აუცილებლად, სადაც შეხვდება, დაბლოკეთ, დაარეპორტეთ ეს არხები. ეხლა ყოველთვის ამ ვიდეოს შუაშიც ძალიან ბევრგან ამოვარდება აი ეს უცებ თქვენ მოისმენთ ჩემ ხმას, მაგრამ ამოვარდება აი ეს ფეიქი არხი, სადაც ჩემი ვიდეოები არის მოპარული, იმისათვის რომ ხალხმა დაინახოს, დაიმახსოვროს და ამან კიდე არ გადააკატავოს ჩემი ვიდეოები და არ ატვირთოს. აი ესეთი უნამუსო ხალხი არსებობს და ერთი რამე ავიწყდება ამ ხალხს, რომ სამყარო ძალიან სამართლიანია და მით უმეტეს ჩემი ენერგიებში ჩარევას სამყარო არავის არ აპატიებს. ამას დაინახავს ყველა სათითაოდ, იმიტომ რომ ვინც ასეთ რაღაცას უსამართლობას აკეთებს, იმას ყოველთვის მოეკითხებ. ასე რომ აი ესეთი მხილება მინდოდა რომ გამეკეთებინა ჩემო ძვირფასებო, ვინც ჩემი ვიდეოებით სარგებლობთ. ეხლა სარგებლობს, ასე ვთქვათ. ეხლა დღეს გვექნება ანაკონდაზე მინდა გაშლა გავაკეთე, რაღაც დიდი ხანი არ გამიგეთებია და ერთი მაინტერესებს, სად არის, როგორ არის, რას აფიქრობთ, აბა რას ფიქრობთ თქვენ. ასევე შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბრამდე მაქვს ფასდაკლება, სანთლები, სამაჯურები 50 და 60 ლარად, მაქსიმუმ ერთად სანთლები და სამაჯურები. მაქვს წმენდისთვის 15 ლარიანი რიტუალი, 15 ლარიანი მოროკოული შავი პასტით. მარილის რიტუალით და ასევე ბანაობის დროს რიტუალი შეგიძლიათ ჩაატაროთ მხოლოდ 15 ლარად გოგოებო. დამჭა 4 ცალი, მე არ მექნება კარგახანი, იმიტომ რომ უნდა ჩამოვიტანო ისევ. ასე რომ ვისაც გნებავთ აუცილებლად შეუკვეთეთ. ჩემთან გაშლები 30 ლარიდან იწყება. მე ვარ ერთადერთი ადამიანი, არ ვიცი, რომელიც მე ვარ ძალიან სამართლიანი ადამიანი მართლა და უსამართლობას ვერ ვიტან და არ შემიძლია. მართლა ვფიქრობ თქვენზე და ყველანაირად ვცდილობ რომ შეღავათიანი ფასები იყოს, რომ ადამიანებმა შეწყვეტენ და შეძლონ წმენდაც და აი ამ დომფხალიდან გამოსვათ, ასე რომ აი გამოიყენეთ ეს ფასდაკლებები, ძალიან გთხოვთ. მოდით დავიწყოთ ახლა მე მგონი ფეიქებზე ვისაუბრე, გითხარით ფასდაკლებებზეც და ეხლა დავიწყებ გოგოებო ჩვენ გაშლას. აბა ვნახოთ, რა ხდება ეხლა თქვენს მესამე პირთან. არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის ეს, დედა, მამა, მესამე პირი, თუ ვიღაცა საერთოდ ეჭვი გეპარებათ არის თუ არა. მოდით ვნახოთ იქ რა ხდება, იმ ქალთან რა ხდება.
იმ ქალთან რა ვიმე იმ ქალთან ბუმერანგია დაბრუნებული. ეხლა გეტყვით რატო დაბრუნდა ბუმერანგი. ეს ქალი ჩაერია, აი როგორც ფეიკი არხები ერევიან ჩემს ენერგეტიკაში, ქურუმი ქალის ენერგიებში და ქურუმი ქალის ენერგიებში რო ჩაერევი, აი ზუსტად საბოლოო განკითხვა გაქვს დადგენილი. აი საბოლოო განკითხვის ქვეშა ვაფშე განულებულია. აქ ბავშვის თემაა რაღაცა, ეს ცდილობს ან ბავშვი, ან დაორსულებას ცდილობს, ან ბავშვით რაღაცების манипуლირებას, ან ცდილობს რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს, თავის ცხოვრება რაღაცნაირად გამოასწოროს, მაგრამ ნუ რას უკაცრავადო, იქიდან სამყარო ეუბნება შენ, ოე, მოე აქანა და აი ესე უწესებს. 1 2 3 ეს ხალი სხვათა შორის სარკეში რო იყურება, ერთი რამე მინდა გითხრათ, თქვენ ეს ხალი არა, თქვენ სარკეში რო იყურებთ, ეხა დიდ ცვლილებებს ამჩნევთ, ან შესაძლებელია ძალიან მალე შეამჩნიოთ. აქ ვინც ქალური ენერგიების აღდგენა გაიკეთა, გოგოებო და მე ქალური ენერგიების აღდგენის მედიტაცია რიტუალი მაქვს და ძალიან მალე მექნება ინტიმური და სექსუალური ენერგიების აღდგენის ძალიან მაგარი პროდუქტები და ძალიან მაგარი რიტუალი. აი მამაკაცი რო აი ეს ემოცია, ინტიმური ენერგიის ემოცია გაღვივდეს და თქვენ აქ ვიღაცა ფიზიკურადაც უკვე ხედავთ, რომ თქვენი ფიზიკურობა იცვლება უკეთესობისკენ. აი ამ ქალს შესაძლებელია თქვენზე კრადნიკიც ქონო და გაკეთებული. კრადნიკი არის, როდესაც სილამაზეს ჯანმრთელობას პარავენ. და ეხლა განკითხვის ქვეშაა ეს ქალი. მოდი ვკითხოთ, რა სახის განკითხვა აქვს? რა ხდება? რა სახის განკითხვა და ბუმერანგი აქვს? რა ხდება? აი ეს კაცი ვისთვისაც იბრძოდა, ამ კაცს საერთოდ არ აინტერესებს და ამ კაცს ისევ თქვენთან დაბრუნება უნდა. ამ კაცმა ეხა იპოვა ისევ საკუთარი თავი და ფიქრობს ეს ქალი, რომ ისევ თქვენთან დაბრუნდება. ან უკვე დაბრუნებულია თქვენთან და ამაზეა გაგიჟებული და ზუსტად ეს არის მისი განკითხვა. ან ძალიან მალე დაბრუნდება ჩემო ძვირფასებო, იმისათვის რომ აი ეს ბუმერანგი მიუვიდეს. ანუ ეს ყველაფერი სამყაროში ტყუილ არაფერი არ ხდება. სამყარო ყოველთვის რაღაცას გვაჩვენებს, ყოველთვის რაღაცას გვანახებს. ეხლა მე მაგალითად ეს ფეიკი არხები რო შემიქმნეს, ხო, 50 გამომწერებით და 100 გამომწერებით. მე მივხვდი რატო გამიკეთეს ეს, იმიტომ რომ მე კიდევ უფრო მეტად წინ უნდა წავიდე, მე კიდევ უფრო მეტად პოპულარული უნდა გავხდე, კიდევ უფრო მეტად უნდა დავეხმარო ხალხს და ასეც იქნება მაგათ ჯინაზე. აი ეხა თქვენ, აი ამ ქალის ჯინაზე რაღაცა სიტუაციები გიწესრიგდებათ ამ კაცთან და ეს არის გაგიჟებული. შეიძლება ამან არც იცის ასე ხა პირდაპირ თქვენთან სიტუაცია ვითარდება, მაგრამ გრძნობს. ვიღაცა მიცის, ვიღაცა იმინა გრძნობს. ჯანმრთელობით როგორ არის? აი ესეთი კითხვა მე ზოგადად ჯანმრთელობაზე არ ვშლი, მაგრამ ჯანმრთელობით როგორ არის ეს ადამიანი? გოგოებო, დაუსვით ლაიქი აუცილებლად ამ ვიდეოს მოგმართავთ, თხოვნით იმისათვის გადააზიარეთ, რომ ბევრმა ნახოს, რომ აი ეს ფეიკი არხები ამოვარდება ეხა და ნახავთ აი აქ კუთხეში. არავინ არ დაიჯეროს ასეთი ადამიანების, რომ მე ეს არა ვარ გოგოებო და ჩემ ხმას იყენებენ და ჩემ ვიდეოებს. აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო. ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ქალის. ეს ქალი ჯანმრთელობით ნორმალურად იყო. ეხლა აქვს ქალური პრობლემები, წონდის პრობლემები, შინაგანი ბრძოლები და ძალიან სერიოზული კრიზისები. ეს ნორმალურად იყო, ეხაც ნორმალურად არის ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ აი ესე რომ წავიდეს და ეხა გამოიკვლიოს, არაფერი არ იქნება, მაგრამ გამოკვლევებზე არ არის. აქ არის იმაზე, რომ ენერგიებია, всё, ენერგიები უკან დაუბრუნდა ის, რაც თქვენსკენ უნდა და მისკენ წავიდა და არ აგრძნობს თავს კარგად. შეიძლება უზომოდ ჭამდეს, შესაძლებელია სამსახური დაკარგოს, ან შესაძლებელია დაუმთავრდეს ის ზერა ძალიან მალე, რაშიც არის და რაც უხარია. იმიტომ რომ რეალურ სიყვარულში ჩაერია. ამას არ აქვს მნიშვნელობა ეს ცოლი იყო, შვილების დედა. როდესაც ჯადოებით მოყავს კაცი უკეთებ მაგიურ манипуляციებს, ან უბრალოდ манипуляციებს აკეთებ ბავშვებით, შეცოდებით, შანტაჟით და ასე შემდეგ. აი ხლა არის ზუსტად ჩაბლოკილი, იმიტომ რომ რეალური სიყვარული ადამიანს რო ეწვევა, იქ არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა მეც რო ვიყო ისეთ სიტუაციაში, მოვიდეს ჩემი პარტნიორი და მითხოს, იცი რა, მე სხვა მიყვარს, მიბრძანდი კაცო, რატო უნდა გავუკეთო ჯადო, მე ამ ყველაფრის ძალიან დიდი წინააღმდეგი. რატო უნდა გავუკეთო და ტყუილა რატო უნდა დავაბრუნო? ეს კიდე იმდენადი манипуляციობდა, რომ ზუსტად აი ასეთ სიყვარულში ჩაერია, აი ასეთ რეალურ სიყვარულში ჩაერია ადამიანს, რომელსაც მართლა შეუყვარდით და არ მოგცათ საშუალება კარმულად, რომ უნდა გაწეულიყო გვერდზე, გაწეულიყო, წყნარად შვიდად ეთქვა, რომ კი ბატონო, მოდი
არა აქვს მნიშვნელობა ეს ცოლი იყო თუ სხვა მესამე პირი. მოდი, აი, ვინც გიყვარს და ვინც გინდა, იმასთან ერთად იყავი. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პირველი ვინ გაყვათ ცოლად. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ მაგან გიპოვათ თქვენ აი ეს თავისი სანუკვარი ოცნება, გიპოვათ და ამ ქალმა ყველაფერი გააკეთა იმისაც, ხა არ შეუწყო ხელი მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ხა ცოტა ისეთია, ხო? არალოგიკურია, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს კაცი ბედნიერი არ ყოფილიყო. უნდა გამოეშვა თქვენთან. უნდა დაებრუნებინა, ვისაც წაგართოთ ეს ადამიანი, ბავშვებისთვის უნდა დაებრუნებინა მამა, ან თუ თქვენ იყავით ცოლი, უნდა ასე ვთქვათ, გააჩნია, ხო? ანუ მესამე პირი თუ თქვენ ახართ, უნდა გამოეშვა თქვენგან. თუ მესამე პირი თქვენ არ ახართ და ცოლი ხართ, უნდა დაენებებინა თავი. ყველამ სხვადასხვანაირად უნდა გაიგოს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მიყურებს. ანუ უნდა ჩახსნილიყო. ყველა ვარიანტი უნდა ჩახსნილიყო, გესმით? თქვენ ახართ, ეხლა მესამე პირი არ აქვს მნიშვნელობა, ცოლი ხართ თუ ვინ ხართ. უნდა ჩახსნილიყო და უნდა წასულიყო. მაგრამ არ ქნა ეს. პირიქით манипуляციებით და ჯადოებით გაავრცელა და გააგრძელა ეს ყველაფერი. ეხლა რა სიტუაცია აქვს ამ კაცს და ამ ქალს? აი იქ რა ხდება? ის კაცი უხეშად ზის, თავისთვის არის, ამ ქალთან აგრესიაც აქვს, შეიძლება ერთად ზიან, სადღაცას მიდიან, ბავშვებზეც რაღაცებს ლაპარაკობენ, ან სულ ბავშვები არ აყავთ რაღაც სიტუაციები აქვს, მაგრამ ეს კაცი არის გაურკვევლობაში, ამ კაცს ვერ გაუგია რა უნდა ამ ქალს. ანუ არა აქვს აი სიტუაცია, იქ რაღაც შეიძლება საერთო ბიზნესიც ჰქონდეთ, ეს კაცი ფიქრობს, რომ ამ ბიზნესიდან უნდა გამოეყოს. ან თუ რაიმე სახით არის ფინანსურად დამოკიდებული ამ ადამიანზე, წამოსვლა უნდა ოთხიანების ხმალში. ნერვიულობს, განიცდის, არ შეუძლია. ვიღაცა ან ორივე ჭამენ ძალიან ბევრს. აი რაღაცა ეს ჭამის მომენტი აქვს. აი იმიტომ რომ მიჯაჭულობა, აი ეს ჰორმონალური დისბალანსი ამაში გამოიხატება. ამათ საერთო მომავალი რა იქნება ამ ორი ადამიანის? აი ამ ანაკონდასია ეს თხილად იყავით არ დაორსულდეს კიდე არ შეჭირობით არაფერი არ იქნება. აქსიშორე ექნებათ, ფიზიკური ურთიერთობა არ ექნებათ, მაგრამ ტრანსფორმაცია ექნებათ. ან უნდა შერიგდნენ, ან უნდა დაშორდნენ, მაგრამ ესენი არ დაშორდებიან, ეს უფრო შერიგება არის და კიდე მცდელობები, მაგრამ გაუმართლებელი მცდელობები. კრუგებზე ივლიან, იქნება ჩიხება, იქნება გულის ტკენები, მანამ სანამ ეროფანტი არ გაიმარჯვოს, მანამ სანამ არ მიხვდებიან, რომ შენ გზაზე და მე ჩემ გზაზე, ჩავალაგოთ ჩემოდანი, ჩემო ძვირფასებო და ვასილი თავის გზაზე და ანაკოდა თავის გზაზე. ესენი აცადეთ, გოგოებო, მოიმარჯვეთ ბატიბუტი და კოკაკოლა და უყურეთ როგორ ესე იგი ბოდიალობენ და ბოძიალობენ ეს კაცი თქვენ ფოტოებს და შეხედავს და უყურებს და ჩავარდნილი იქნება, ეს ქალიც მოწყენილი იქნება. აი ესეთი გაბუსხული ტუჩებით იქნება, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთს ვერ გააბედნიერებენ, მაგრამ ამ ყველაფერს აღქვა ხო უნდა. ის ქალი ამ მდგომარეობაშია გოგოება მის დღემში, მაგრამ ვერ ახვდება. ის გულგატეხილი აგერ თქვენთან მოგზაურობის ფოტოებს ან თქვენთან მიმოწერებს, რა ვიცი, თქვენ ფოტოებს ათვალიერებს, ის ქალი თავში ხელებს შემორტყმულია. მანამ სანამ არ მიხვდები, რომ ჩალაგე ჩუმოდანი და დავაი ნახუი აქედან. აი ეს თემა არის. მიხვდით? ეროფანტი უნება, აბა შვილებო, ჩემებო, სადამდე გიყუროთ, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ, აი ეს თემაა, წამოსვით არ წამოვლენ, იმიტომ რომ ეს 5-6 თვის განმავლობაში ხედავს ტარო პროგნოზს და ამ 5-6 თვის განმავლობაში იქნება ესე კრუგებზე სიარული უაზრო. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ფრთხილად იყავით გოგოებო, აი ამ კაცთანაც, ამ ქალთანაც და ჩემ fake account-ებზეც, რომლებიც ჩემივად ასახებენ თავს. ამას ყოველთვის ვიტყვი, იმიტომ რომ არ მინდა რომ ჩემი ვიდეოები კიდე გადაკატავდეს და აიტვირთოს სადღაცა უაზრო არხებზე, რომელიც მე არ მეკუთვნის ჩემო ძვირფასებო. მომიტევეთ რომ ამდენჯერ ვიმეორებ, მაგრამ ყოველთვის ახალ-ახალი ადამიანები ისმენენ ამ ვიდეოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა მაინტერესებს, რჩება თქვენ. აი თქვენ ამ კონკრეტულ სიტუაციაში. შენ ჩემო შვილო, ჩემო, ახალი პროექტები გექნება, ახალი აზრები გექნება, ახალი შემართებები გექნება, ახალი სიტუაციები გექნება. ნუ ფიქრობ, რომ დროს კარგავ, ყველაფერი კარგად არის. ბედის ბორბალი ტრიალებს იქით, სადაც საჭიროა. შენ იქნები სტაბილური ქალი, შვილიანი ქალი, რომელსაც შეიძლება რომ კარგი ფულით გამოიმუშაოს, კარგი საჩუქრებიც იყიდოს, ბავშვთან ერთად გაერთოს კიდევაც და ყველაფერი იქნება კარგად. გადაწყვეტილება უახლოესი 1 წლის განმავლობაში მიღებული იქნება შენი მხრიდან, თუ საით უნდა წახვიდე. შენ ცხოვრებაში ახალი კაციც, აი შემდგარი კაცი, საქმიანი კაციც მოდის ჩემო ძვირფასებო. ეს ის კაცია, რომელიც ეხა წავიდა თქვენგან, თქვენ თუ გენდომებათ ამის მოსვლა, აი სამყარო სასამართლო ხელს ესე გაიშვერს. შენ დაბრუნდები იქ. შენ წახვალ აქეთ. ეს კაცი რომელიც წავიდა, თქვენთან ისევ დაბრუნდება უკან და თქვენ აი ესეთი გალამაზებული, გაწმენდილი ენერგიებით გამოიყენეთ ფასტაკლება, გაიწმინდეთ გოგოებო, დახვდებით და ეტყვით რომ აბა მოდი ბიჭიკო, ეხა ჩემი სასამართლოს ჯერიაო. აი ეს სამყაროს სამართლიანობა თქვენამდე მოიყვანს ამ კაცს და მე თქვენ გადაუწყვიტეთ, აბა კი თუ არა. აი ეს დადგება და აი ესე დაიწყებს თქვენი მესიჯების და თქვენი სიტყვების გადაფასებას და ფიქრს აბა ნეტა ამაში რას გულისხმობ და ნეტა აბა უნდა უკან რომ მივიდე თუ არ უნდა და მიბრუნდება თუ არ დამიბრუნდება. ყველაფერი შემოტრიალდება, კარმა
გამოატრიალებს ყველაფერს. ეხლა შენ ტირი ხარ, ეხლა შენ ცრემლი გდის, მაგრამ იცოდე რომ ყველაფერი იქნება სხვანაირად. ყველა დააბრუნდება ის, ვინც დასაბრუნებელია, ის, ვინც შენ არ აგირჩია, მადლობა თქვი რომ ამ ეტაპზე არ აგირჩია. წადი გაერთე, სხვა ადამიანებსაც დაელაპარაკე, ახალი კომუნიკაციები, ახალი კომუნიკაციური წრე და ნელი-ნელი ნაბიჯებით განვითარდი. არაფრის არ შეგეშინდეს. შენ გექნება ოჯახი, შენ გექნება ნავსაყუდელი, შენ გექნება სახლი. ასე რომ აი ესეთი სიტუაცია ჩემო ძვირფას უნდა ინდივიდუალურ გაშლებზე, სანთლებზე, სამაჯურებზე, გამწმენთ რიტუალებზე, რომელიც 15 ლარი ღირს მოროკოული შავი პასტის დახმარებით შელოცილი თავისი რიტუალით მოგდის და გეგზავნება 15 აგვისტომდე 15 ლარად, შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჩემთან მხოლოდ WhatsApp-ზე 595006002. არ დამიკავშირდეთ არსად, არადაირ TikTok-ის ფეიქებს არ დაუჯეროთ. მხოლოდ მომწერეთ WhatsApp-ზე 595006002 ან Facebook-ზე ქართული ასოებით ატკრიფეთ ტაროს სამყარო თურქეთი და იქ შემომეხმენეთ. კოცნით გეხოვით დღეს გვიან ჩაგეწერეთ ვიდეო ძილინებისა, მშვიდობიან საღამოს და ღამეს გისურვებთ გოგოებო და აბა დროებით ხვალამდე დილას ახალ ვიდეოს შემოგთავაზე.